იმის მიუხედავად, რომ დღეს უქმე დღეა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სასამართლოებში არჩევნების შესახებ საჩივრებს აქტიურად იხილავენ. დღეს მართლმსაჯულების უწყებამ რამდენიმე საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე ხმების ხელახლა გადათვლის ვერდიქტი გამოიტანა. კონკრეტულად ვისი საჩივრები დააკმაყოფილა და კმაყოფილია თუ არა სასამართლოს განაჩენით მომჩივანი მხარე გენო ოსიღმაშვილი გიამბობთ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ლეიბორისტული პარტიის სარჩელი განიხილა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ოპოზიციური პარტია თბილისის 10-ვე ოლქის 735 უბანზე შემაჯამებელი ოქმების გაუქმებასა და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვს. თუმცა მოსამართლემ მოსარჩელის მოთხოვნა მხოლოდ 4, სამგორისა და მთაწმინდის ორ უბანზე დააკმაყოფილა. ლეიბორისტები ამ გადაწყვეტილებას ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლით ხსნიან. ნაძალადევში, სადაც გასაჩივრებული ჰქონდა 50 უბნამდე სამწუხაროდ არ დააკმაყოფილა სასამართლომ და აქედან გამომდინარე ჩაიფარცხება ის სიყალბე, რომელიც ჩადენილი იქნა ამ უბნებში. ჩვენი პოზიცია გამომდინარე და ყველა არგუმენტით და ყველა მტკიცებულებით ვამბობთ, რომ მე-14 უბანთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. ამიტომ ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ გავასაჩივროთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს კიდევ ერთი პროცესი შედგა, სადაც მოსამართლე საარჩევნო დარღვევებზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელს განიხილავდა. ლეიბორისტული პარტიის მსგავსად ახალგაზრდა იურისტებიც თბილისის მთაწმინდის 37 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის გაბათილებას და თავიდან დათვლას ითხოვდა. თუმცა მოსამართლეებმა ერთ თემაზე სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიიღეს. ლეიბორისტების შემთხვევაში სასამართლოს განჩინებით 37 უბანზე ხმები სრულად გადაითვლება. ახალგაზრდა იურისტების სარჩელზე კი მოსამართლის გადაწყვეტილებით მხოლოდ ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხელახალი დათვლა მოხდება. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ამ უბანზე მომხდარიყო ხმების თავიდან გადათვლა, ხვალ ჩაგვარდება, ასე ვთქვათ, სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, დღეს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა მოსამართლემ, ნახავთ თუ რა არგუმენტაციები აქვს მოსამართლეს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრებასთან დაკავშირებით. ხმები ხელახლა დაითვლება მარნეულშიც. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის თავისუფალი ზონისა და მომავლის არჩევნების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მარნეულის 6 უბანზე შემაჯამებელი ოქმები ბათილად ცნო. თუმცა მოსარჩელი რაიონის მთელ რიგ უბნებზე ხმების საერთოდ გაუქმებასა და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა. მოსამართლე ნაციონალური მოძრაობის საჩივარს 2 დღის განმავლობაში განიხილავდა. ჩვენ გვაქვს ტოტალური გაყალბებასთან შეხება, ანუ მარტო იმაზე კი არ არის ერთ უბანში რაღაცა დათვალეს და არ იყოს სწორი. უბრალოდ იყო გაყალბების პროცესი მარნეულის რაიონში ტოტალურად. დღეს ახლა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გადმოგვეცა, ანუ გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას აპელაციაში გასაჩივრების შესახებ. უფრო მაღალი ალბათობით შეგვიძლია გითხრათ, რომ გავასაჩივრებთ. სასამართლოს გადაწყვეტილებას მე ვერ შევაფასებ, ამის შეფლება მიანამ აქვს. გადავეთვლით ხელახლა და ვნახოთ რა შედეგებიც დაზრდება, მოხდება ახალი განკარგულების მიღება და დაждდება ის შედეგები, რაც იქნება გადათვლის შედეგი. შემაჯამებელი ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დღეს განხილული ყველა საჩივარი მოსამართლებმა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილეს. მხარეებს კი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ორდღიანი ვადა აქვთ.